მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ სერიალის შორეული ქალაქის 57 სერიის ანალიზის შესახებ. შორეულ ქალაქში ვნებათა ღელვაპექს აღწევს. სანამ მთავარ სიახლეებზე, ალიას ორსულობასა და შიმალის საიდუმლოზე გადავალთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ახალ სერიაში ზერინისა და დემირის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. ყველას მოლოდინის აპირისპიროდ, ზერინი დემირის ნებას დაჰყვება და განქორწინებაზე უარს იტყვის, რაც კაიას მძიმე ნერვულ შეტევამდე მიიყვანს. თუმცა შაჰინი გაარკვევს რეალურ მიზეზს. ფიდანი მას გაუმხელს, რომ პატარა შიმალი ცოცხალია. სავარაუდოდ 58 სერიისთვის ეს ამბავი კაიასა და ჯიჰანისთვისაც ცნობილი გახდება, რაც ზერინს დემირის მარწუხებისგან საბოლოოდ დაიხსნის. ალბორების ოჯახს დიდი საფრთხე ემუქრება. ფეიას ჯიჰანის წინააღმდეგ სახიფათო ნაბიჯს გადადგამს და მისი სამიზნე ამჯერად ალია იქნება. თუმცა ჯიჰანი ალიას გადაცებას აღკვეთს. პარალელურად მერიემის ნამდვილი სახე გამოჩნდება. ის ბორანთან და სადაქათთან შეიკვრება, რათა ალია და ჯიჰანი ერთმანეთს დააშორონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯიჰანი მერიემს სასახლიდან სხვა სახლში გადაიყვანს, ბორანის შანტაჟი სადაქათის მიმართ მაინც გაგრძელდება. ყველაზე დიდი სიახლე ალიას ორსულობაა. 58 სერიიდან მისი სიმპტომები უკვე აშკარა გახდება. სწორედ ამ ამბის გაგების შემდეგ ჯიჰანი ყველას ჯინაზე დააბრუნებს ალიას სასახლეში და მას ცოლობას ოფიციალურად სთხოვს. რთული პერიოდი უდგას ნარესაც. მისი ორსულობა რისკის ქვეშაა, თუმცა ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ბავშვი ჯამრთელი მოევლინოს ქვეყნიერებას. ვიდეოს ბოლოს კი ყველაზე სევდიანი თემა უნდა მიმოვიხილოთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობი ალფერ ჩანქაია შესაძლოა სეზონის ფინალისთვის სერიალიდან გავიდეს. თუ მსახიობი წასვლას გადაწყვეტს, მისი პერსონაჟი შაჰინი სავარაუდოდ გარდაიცვლება. ბოლო ეპიზოდში უკვე იყო ამის სიგნალი, როცა მან ნარეს ჰკითხა: შეძლებდი სხვის შეყვარებას ჩემს გარდა? ამბობენ იმასაც, რომ ახალ სეზონში ნარესთვის ახალ პარტნიორს უკვე ეძებენ. გულსატკენია, რადგან შაჰინი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პერსონაჟია. აღსანიშნავია, რომ შაჰინის სერიალიდან გასვლა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სავარაუდო სცენარისტებმა ეს ინფორმაცია სპეციალურად გაჟონეს, რათა მაყურებლის რეაქცია შეემოწმებინათ. თუ მაყურებლის დიდი პროტესტი იქნება, შესაძლოა პერსონაჟი დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის სიკვდილს სეზონის ფინალისთვის ვიხილავთ. ფეიაზის გეგმა მხოლოდ ალიას გადაცემა არ არის, არამედ მისი ბორანისთვის გადაცემაა. ანუ ფეიაზის ხელით უნდათ ალია ჩაუგდონ ბორანს, რათა ამ უკანასკნელმა თავისი მიზანი შეასრულოს, ხოლო ჯიჰანი ამ დროს მახეში შეიტყუონ და საბოლოოდ მოიშორონ თავიდან. ეს ხაზი კარგად აჩვენებს, რამდენად მასშტაბურია მათ წინააღმდეგ შეთქმულება. მერიემი ძალიან სახიფათო თამაშს იწყებს. ის მაქსიმალურად ცდილობს საწყალი და დაჩაგრული ქალის იმიჯი მოიგოს, რომ ჯიჰანის ნდობა მოიპოვოს. სწორედ ამ ნდობის გამოყენებით აპირებს ის ალიას წინააღმდეგ ხაფანგების დაგებას, რაშიც ბორანი დაეხმარება. მათი ალიანსი ალიასა და ჯიჰანის ურთიერთობისთვის ყველაზე დიდი ბომბია. სცენარისტები ამ ყველა კვანძის გახსნას, როგორიც არის ბავშვის გადარჩენა, ორსულობა, სასახლეზე თავდასხმა, სეზონის ფინალისთვის ინახავენ. ანუ მომდევნო რამოდენიმე ეპიზოდი იქნება მხოლოდ დაძაბულობის ზრდა, ხოლო ნამდვილი აფეთქება ფინალურ სერიებში მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებს ალიასა და ჯიჰანის სიყვარული მერიემისა და ბორანის ინტრიგების გაძლებას და როგორ წარმოგიდგენიათ სერიალი შაჰინის გარეშე? დაგვიწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.